მოგესალმებით, თითოეულ ქვეთაპასუხმას იმადლობა იმის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგესწრაფით, მე ვარ კატო და დღევანდელი გაშლამდე გავაკეთო 4 დედოფალთან მიმართებაში და ვნახოთ, რა შეიძლება ამ 4 დედოფლის პირად ცხოვრებაში. ესეთი გაშლა რატომღაც არ ვიცი დღეს მომივიდა აზრად. დედოფლებს რაც შეეხება შეგიძლიათ თქვით თვითონ როგორც თქვენ გესიამოვნებათ, რომელსაც უფრო აღიქვავთ, ესე აირჩიოთ, ან უბრალოდ აირჩიოთ სტიქიების მიხედვით, ხო? რაღაცა ესე რომ გავაკეთეთ. უფრო მარტივი რა იყოს თქვენთვის. მოკლედ 4 დედოფალი არის. ხმლების დედოფალი ჰაერის სტიქია. კვერთხების დედოფალი ცეცხლის სტიქია. თასების დედოფალი წყლის სტიქია და რა თქმა უნდა პენტაკლების დედოფალი მიწის სტიქია. მოკლედ არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ ესე დავაყენებ, რომ აირჩიოთ, რომელი დედოფალიც მიგიზიდავთ უფრო მეტად, თქვათ თვითონ არკანის ფერებით თუ იცი, ან უბრალოდ სტიქიის მიხედვით შეარჩიოთ, რომელიც თქვენ გინდათ. მეტი დავიწყებ, ან 4 დედოფალი და რა შეიძლება პირად ცხოვრებაში. დავიწყოთ, მოდით როგორც თავიდან დავიწყეთ ხმლების დედოფლით. ესეთი ხმლების დედოფალი, რომლებიც არიან ძალიან ცივი გონებასთან ასოცირდება მათი ყოფნა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, საკმაოდ განათლებულები არიან, საკმაოდ გააზრებულები არიან, იციან რა უნდათ, რატო უნდათ და როგორ უნდათ, ხო? უფრო მეტად არიან გონებაზე დამოკიდებულები. და ნახოთ, რა შეიძლება თქვენს ცხოვრებაში. ნახეთ, თუ კი თქვენ ესე რომ ამ ეტაპზე გაქვთ რაიმე პრობლემა და პრობლემა ვთქვათ ფინანსური კუთხით, ან რაღაც ცოტა აფორიაქებული პერიოდი გაქვთ, ხო? თან ზოგადად ხმლების დედოფალი რაღაც ცოტა ისეთი ცივ ენერგიებში იმყოფება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ხო, რაღაც არც ამოდის ესე გაშლაში. თქვენ ცხოვრებაში შეიძლება ის, რომ ძალიან ბევრი რამ დასტაბილურდება. თუ კი რაღაც გადაწყვეტილებები გაქვთ მისაღები და ამ გადაწყვეტილებებს ახლა იღებთ და ახორციელებთ, იცოდეთ, რომ თქვენი მდგომარეობა სტაბილურობისკენ მიდის. შრომა, რომელიცაც თქვენ დებთ, ხომ, გონებრივი შრომა იქნება, ფიზიკური შრომა იქნება, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ნელ-ნელა იღებს შედეგს და რა თქმა უნდა, თქვენი ჩადებული შრომის მდგომარეობა, რასაც დებთ, ის აუცილებლად გიბრუნდებათ უკან. თქვენ ხელში იღებთ ძალიან რო იტყვიან ბევრ კიდევ უფრო მეტად ბევრ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ მაგრამ ნახეთ, ამ პასუხისმგებლობასთან ერთად თქვენ ცხოვრებაში შემოდის ძალიან დიდი ძალაც. თითქოს ნახეთ, თქვენი გამოცდილებები, თქვენი გადადგმული ნაბიჯები უკვე იმდენად გაძლიერდა და იმდენად შეიქმნა ის სიტუაცია, სადაც თქვენ კონკრეტულად თქვენ იღებთ ყველა სიტუაციის სადავეს ხელში და იწყებთ მართვას. სრულდება ის პერიოდი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ თქვენ გქონდათ რაღაცა გაურკვევლობები, სიმძიმე, რომელსაც უკვე აღარ შეგეძლოთ, რომ გეტარებინათ, მთავრდება ის მდგომარეობა, სადაც თითქოს აი ნახეთ, აქამდე თუ ყველაფერი პასუხისმგებლობა იყო სიმძიმე და ტვირთად კეტოთ, ხო, ესე რა ვთქვათ. ეხლა უკვე თითქოს ყველაფერი რაღაცნაირად ლაგდება. ეხდება ფარდა ძალიან ბევრ ნიუანს თქვენი ცხოვრებაში არსებული სიტუაციებში, ხო? თუ სადღაც რაღაც გაურკვევლობები გქონდათ, ან სამსახურში, ან პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, ხო, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ის ზოგადად
ვამბობ ამას. რაც კი გქონდათ გაურკვევლობები, რაზეც გქონდათ ცოტა ეჭვები, რაც გიმძიმებდათ სიტუაციას, ხო, აი ყველაფერს თითქოს ეხება ფარდა და უკვე ყველაფრის სადავის ხელში აღებას ახერხებთ, უკვე ახერხებთ იმ მომენტს, რომ თქვენი ჩადებული შრომა, რა თქმა უნდა, გიბრუნდებათ დადებითად ყველაფერი და უკვე თქვენი თვითშეფასებაც საბოლოო ჯამში იწყებს კიდევ უფრო მაღლა ზრდას და გეტყვით იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება რაღაც მომენტში განცალკევებით იდექით და ახერხებდით იმას, რომ თქვენი მდგომარეობები გადაგიხედათ, ახერხებდით იმას, რომ უბრალოდ თუნდაც შედარებები გაგეკეთებინათ და უბრალოდ ის მომენტი მაინც კიდევ რომ დაგენახათ თქვენი სურვილებისაით მიდის და ეს ნაბიჯები თუ კი რამეს აკეთებდით, ნამდვილად თქვენი სურვილები იყო თუ არა, რაღაცნაირად ეს ყველაფერი გილაგდებათ და ძალიან სამართლიანადაც, იმიტომ რომ ზოგადად ხმლების დედოფალი ძალიან სამართლიანები არიან და ემოციურად არ ყვებიან რაღაცა სიტუაციებს, უფრო გონებას უგდებენ ყურს. ასე რომ ძალიან სამართლიანად შემოდის თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდე, სტაბილურობა, ბევრი რამის ფარდის ახდაც, ბევრი რამის სათქვენოდ მოტრიალებაც და გამოსვლა იმ თქვათ გაურკვეველი მდგომარეობებიდან, რომელიც არ გაძლევდათ სახარბიელო სიტუაციებს თქვენთვის, ესე რომ ვთქვათ. ესეთი გამოვიდა ხმლების დედოფალთან მიმართებაში. ხმლების დედოფალი ჰაერის პიკია. შვენიერი, ძალიან კარგი პერიოდი შემოდის ხმლების დედოფლისთვის ნამდვილად და მოდით ვნახოთ, ვინც აირჩია კვერთხების დედოფალი. კვერთხების დედოფალი უფრო ესეთი ცეცხლოვანებით ახსოვს არის უფრო ესეთი ვნებასთან მიმართებაში. სხვადასხვა ძალიან მიზანდასახული არის კვერთხების დედოფალი და ნახეთ როგორი დონის მიზანდასახული ეს. აი ხმლების დედოფალთან განსხვავებით კვერთხების დედოფალს შეუძლია გონებას ჩართოს და ემოციას რაღაცნაირად რა იტყვიან უცბად აანთოს სიტუაციები და უცბად ჩააქროს თუ თვითონ ესე გადაწყვეტავს, ხო, რაღაც ცოტა უფრო ცოტა იმპულსური ადამიანები არიან, ხო, რაღაც ავფეთქდებით, რაღაც გადავწყვეტ ყველაფერს, თუ რამე ჩვენ არ მოგწონს და გზაზე გვიშლის ხელს, გადავწყვეტ ყველაფერს და გავაგრძელებთ გზას, ხო? არაფერია, მე რა კვერთხების დედოფლები ვართ. კარგით, ნახოთ, რა შეიძლება კვერთხების დედოფლის ცხოვრებაში, ზოგადად, რა შეიძლება. ესე იგი, რაღაცა ნახეთ, კვერთხების დედოფლის შემთხვევაში რა შეიძლება. თქვენთან ცოტა უფრო ესეთი მომენტი არის. შემოვა უფრო მეტი არ ვიცი, რატომღაცა ხმლების დედოფალთანაც იყო განდეგილი და თქვენთანაც ამოვიდა განდეგილი. როგორც ჩანს, ადამიანები რაღაცა შეიძლება წლის ბოლოც არის და ცოტა უფრო ჩაკეტილები არიან საკუთარ თავთან, რომ გადახედონ, როგორ გაატარეს და გავლეს, თქვათ, მთლიანი წელი, ხო? რომ შემდეგი წელი უფრო ესეთი საინტერესო გამოვიდეს. თუმცა თქვენს ცხოვრებაში რაღაცნაირად შემოდის უფრო მეტი სიხალისე, უფრო მეტი ენერგიულობა. შეიძლება ძალიან ბევრი მოხდეს კიდევაც ისეთი მომენტები და უახლოეს პერიოდში ძალიან ბევრი სუფრაც კი იყოს, ხო, რაღაც სადღესასწაულო განწყობები, სადღესასწაულო ემოციები, სადღესასწაულო მდგომარეობა შემოდის. რაღაცნაირად გვერდზედებთ იმ თქვენს გადაფასება, გადალაგებას და იცით როგორი მომენტია, რაღაცნაირად თქვენს ცხოვრებაში თითქოს დაიწყეთ ბრძოლა
აქ კიდე იცით რა მომენტი არის, აი გადააფასეთ სიტუაციები და დაიწყეთ ბრძოლა, რომ წინ წახვიდეთ, დაიწყეთ ბრძოლა, რომ შეცვალოთ თქვენი პოზიციები ყველგან და ყველაფერში და თქვენი მიზნებისკენ წახვიდეთ, ხო? რატომღაც აქ ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებლები ხართ. არ ვიცი, რაღაცა აშკარად თქვენ მარტო ინფორმაცია თქვენთან მიმართებაში განსაკუთრებული წაღამ თქვი რომ გადახედეთ წარსულს ხო და თქვათ როგორ გაიარეთ წლებით მთლიანი წელით, მაგრამ აქ წელზე არ არის, აქ არის აი ფაქტიურად გადახედეთ მთელს თქვენს ცხოვრებას რაღაც ამ პერიოდში, ან მოგიწიათ გადაგეხედათ სად დაუშვით შეცდომები, სად დაუშვით რაღაცა აი ზუსტად ის იმპულსურობიდან გამომდინარე რაღაც მდგომარეობები, რომელიც არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა თქვენთვის და დაიწყეთ როგორი მომენტი, იცით, აი საკუთარი თავის გაზრდა პირველ რიგში, საკუთარი თავის ცვლილებები, დაიწყეთ ინფორმაციების მოძიება საკუთარ თავზე. ნახეთ, ქვეცნობიერი ცნობიერმა დაიწყო ქვეცნობიერის თქვა და საკუთარი თავის კიდევ უფრო კარგად შეცნობა. აი, თქვენს ცხოვრებაში შემოდის ის მდგომარეობა, როდესაც აი ამ ყველაფრიდან იწყებთ გამოსვლას. ამ ყველაფრიდან აი მიხვდით, სად დაუშვით შეცდომა, მიხვდით რა გააკეთეთ არასწორად, გადახედეთ, დახურეთ სიტუაციები, დახურეთ წარსულის რაღაცა დასამთავრებელი კარმული თუ არაკარმული თუ აი საერთოდ მდგომარეობები, რომელიც ხელს გიშლიდათ წინსვლაში, ხელს გიშლიდათ რაღაცა თქვენი ემოციების, თქვენი რაღაც ენერგიების უფრო მეტად განვითარებაში და აი ყველაფერი თქვენ ჩამოამხეთ, გაასწორეთ მიწასთან და იწყებთ ნელ-ნელა ისევ დალაგებას, ახალ ეტაპს იწყებთ თქვენი ცხოვრებისას და ჩეხედა კოშკის არკანიც ამოვიდა, ნახეთ, აი ზუსტად ის მომენტია, დაამთავრეთ ყველაფერი, დაშალეთ და იწყებთ თავიდან ყველაფრის შენებას, მაგრამ აი ამ შენებასთან რაღაცნაირად იცით, ამას სიმძიმით არ აკეთებთ. ეს ყველაფერი შემოდის თქვენთან, რაღაცა აი სიხალვათით, აი რაღაცა შვიდი უკვე აი ბედნიერების განცდის დაჭერით, ხო? აი რაღაცნაირად უკვე რაც შემოდის და რაც შემოვა თქვენ ცხოვრებაში, ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც ზუსტად გინდათ და ზუსტად იქამდე მიიყვანთ. ნახეთ, თავიდან ვთქვი, რომ კვერთხების დედოფალს შეუძლია ყველაფერი გადაწყვას და გააგრძელოს თავის მიზნისკენ, ხო? აი ზუსტად ეს მომენტი, აი უკვე იცით, რომ იქ რაც ყველაფერი გადაწვით, საჭირო იყო, აუცილებელი იყო და ეხლა უკვე თქვენ ცხოვრებაში რაც შემოდის თქვენთვის სასურველი მდგომარეობა, თქვენთვის სასურველი მიზნების მიღწევა, თქვენთვის სასურველი ოცნებების ასრულება, ხო? რაღაცა ეს ძალიან ისეთი სხვათა შორის თქვენთან ძალიან დადებითი ენერგიები შემოდის და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. მაგათ ესეთი გამოვიდა კვერთხების დედოფალი, საინტერესო გადახედვა ქონიათ და გაანალიზება ყველაფერს. და მოდით ნახოთ ისეთი თასების დედოფალი ვინც აირჩია, ძალიან ლამაზი თასების დედოფალი მწვანე ფერებშია უფრო მეტად. ნახოთ, რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში თასების დედოფალთან? რა შემოდის თასების დედოფალთან? თასების დედოფალი არის უფრო ემოციური ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გულთან მიაქვს, რომელსაც ყველაფერი წყის, პეტროვშივით არის, შეიძლება ითქვას, ხო? რაღაცა თითქოს ვერ ვიტყვი რომ მაინც დამოკიდებული არის თქო, მაგრამ რაღაცნაირად დამოკიდებულიც არის გრძნობებთან მიმართებაში, ხო? რაღაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ემოციური გრძნობებით ურთიერთობები და თქო რაღაცა თითქოს აუცილებლობას წარმოადგენს მისთვის კონკრეტულად ურთიერთობა, ხო? ნახოთ, რა ხდება. თასების დედოფალთან ურთიერთობა თქო და პენტაკლების მეფე გადმოხდა.
ვიღაც პენტაკლების მეფე მოიჩქარის თასების დედოფალთან სიყვარულისთვის როგორ ჩანს ნახოთ რა შემოდის თასების დედოფალთან ხათაშორის ძალიან აქტიური ცვლილებები შემოდის თასების დედოფალთან. არის თასების დედოფალთან რა შემოდის პენტაკლების მეფე გადმოხდა თავისი მთელი ემოციებით, ესე რომ ვთქვათ, აქ შეიძლება ყველასთან ნამდვილად არა, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანთან შეიძლება იყოს ესეთი მდგომარეობა, რომ ძალიან უცბად სავსებით თქვენთვის მოულოდნელად შეიძლება შექმნათ კიდევაც ოჯახი თასების დედოფლებმა. იმპერატრიცის არკანი წამოვიდა და ვფიქრობ, რომ აქ უფრო ვინც უკვე დაოჯახებული არის თასების დედოფალი, ვინც აირჩია და დაოჯახებული არის, შეიძლება იყოს აქ ორსულობასთან საუბარი და რაღაც მომავალთან მიმართებაში საუბარი. აქ არის მაგალითად ესეთი უეცარი ნახეთ თუ ანუ აშკარად თასების დედოფალი აშკარად ესე ვთქვათ მის ცხოვრებაში შემოდის, აი ნახეთ იღებს გადაწყვეტილებას, რომ უკვე დრო არის შექმნას ოჯახი, ხო? აი რაღაცნაირად თქვენს ცხოვრებაში ძალიან უცბად, ძალიან მოულოდნელად დაალაგდება აბსოლუტურად ყველა ის სიტუაცია, რომელიც თქვენ ესე ძალიან გჭირდება. თასების დედოფალს აღნიშნა, რომ ძალიან სჭირდება სიყვარული და აქ არის შიშის მომენტი, რომელიც დაიძლევა და ეს შიშის მომენტი არის მარტოობის მომენტი, მაგრამ გეტყვით, რომ ახლა შეყვარებულების არკანი კი არჩევანის მომენტია, მაგრამ ამ დასტაში რაღაც ესე ვთქვათ, არ არის არჩევანი, აქ თითქოს უფრო ისეთი უკვე გადაწყვეტილი და არჩეული მდგომარეობა არის ორიან თასებით. ნახეთ თათიან თასები აქ თასების დედოფალის ცხოვრებაში ვინც აირჩიეთ, ყველასთან ნამდვილად ვერ რეზონირდება ეს ფაქტია, იმიტომ რომ საჯარო გაშლა და თუ საერთოდ არავინ არ ყავთ ჰორიზონტზე, ცოტა ესეთი მომენტია, მაგრამ აქაც იეროფანტი ამოვიდა, არ ვიცი. ის გულისკივილები, რომელიც თქვათ, პირად ურთიერთობასთან მიმართებაში გქონდათ და რაღაცნაირად შეიძლება გაურკვევლობაში აღმოჩნდეთ და ძალიან ბევრი გატკინათ გული და შექმნა თქვენთვის საშიში მდგომარეობები, გეტყვით, რომ ამ სიტუაციიდან გამოდიხართ. ძალიან უეცრად თქვენს ცხოვრებაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოჩნდება ადამიანი, ან თუ უკვე არის, ძალიან უცბად და დაუგეგმავად შემოგთავაზებთ დაოჯახებას. ძალიან ესეთი სერიოზული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წინაშე იქნებით, სადაც ყველაფერი დამთავრდება, რა თქმა უნდა, ოჯახით, ხო? იმიტომ რომ ოჯახის არკანიც არის აქ, ესე რომ ვთქვათ. თუ დაოჯახებულები ხართ, თასების დედოფალი, ვინც აირჩიეთ, გეტყვით, რომ აქ არის ის მომენტი, როდესაც ვთქვათ, ელოდებით და გინდათ, რომ ყავდეთ პატარა, გეტყვით იმას, რომ ძალიან მალე შეიძლება რომ გაიგოთ თქვენ ორსულობასთან დაკავშირებით, მომავალთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი იმდენად სწრაფი ისეთი აი დაუგეგმავი სიტუაციები იქნება, რომელიც შეიძლება გაგავაცოთ კიდევაც, ხო? რაღაცა გამოდიხართ იმ უბრალოდ გამოდიხართ რაღაც მარტოობის მდგომარეობიდან და შედიხართ რაღაცა უეცარი ბედნიერების, ოჯახის, ემოციების, მომავლის ენერგიებში, ხო? რაღაცა თასების დედოფალთან აშკარად მოსალოდში ამბები იქნება და ძალიან გამახარებთ თასების ვინც აირჩიეთ, არ ყველას საინტერესოა ნამდვილად, მაგრამ საინტერესო არის როგორ რეზონირდება, იმიტომ რომ რაღაცა საინტერესო განხორციელებადი მომავალი აქვთ. თასების დედოფლებო გილოცავთ, ვინც ელოდებით დაოჯახებას, აშკარად ძალიან მალე, ძალიან დაუგეგმავად მოხდება კიდევაც ეს თქვენს ცხოვრებაში შემოდის ის ადამიანი, ვინც გინდათ, ხო, ვინც სრულდება თქვენი მარტოობა და სრულდება თქვენი შიშები მარტოობის. გილოცავთ, მოკლედ, 3 დედოფალი, 3 არაჩვეულებრივი მდგომარეობა, ვერ ვიტყვი, რომ კვერთხებმა და ხლებმა რამე დააშავეს, ნამდვილად საინტერესო პერიოდები იწყება და საკმაოდ გაანალიზებული პერიოდები და ნახოთ, აბა რას გვეტყვის. პენტაკლების დედოფალი.
ლამაზი დედოფალია პენტაკლების დედოფალი უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანი არის, შეიძლება იყოს და განქორწინებული ქალბატონით, თქვათ, ესე ცოტა ისე რა ავხსნა. აქ უფრო ადამიანი, რომელიც მიწაზე მყარად დგას, რომელსაც ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა აქვს, რომელიც კარგად მუშაობს, შეუძლია დამოუკიდებლად მარტო თავის თავი კი არ არჩინოს, არამედ საზოგადოებასაც დაეხმაროს და მოკლედ უფრო მატერიალისტი ადამიანის მდგომარეობა, მატერიალისტზე ცუდად არ გამიგოთ, აქ მეც არ არის რაღაც ისეთი ნათქვამია, მაგრამ ნახეთ, აი მატერიალური დოვლათის შოვნის უფრო დიდი რესურსი რო გააჩნია. ნახოთ თასების დედოფლის შემთხვევაში რა შემოდის თასების დედოფალთან. საინტერესოა რა შემოდის თასების დედოფალთან. ოჯახი. არც აქ ხო. ნახეთ თასების დედოფლის შემთხვევაში, პენტაკლების დედოფლის შემთხვევაში, მოდით პენტაკლების დედოფლებს ესე გეტყვით. თქვენს ცხოვრებაში ცოტა უფრო საპასუხისმგებლო სიტუაცია დგება. ვახსენე, რომ შეიძლება იყოს დაშორებული ქალბატონის თქო. გეტყვით, რომ აქ შესაძლებელია, რომ ვიღაცებთან ოჯახური ურთიერთობის დასრულების სიტუაციაც აღმოჩნდეს, თქვათ, იმიტომ რომ დაიღალეთ სიმძიმეებით, რომელსაც თქვენ ატარებთ, დაიღალეთ იმ მდგომარეობით, რომელიც თქვენთვის უკვე გაუსაძღისია, ხო, უბრალოდ აღარ შეგიძლიათ ამ ყველაფრის მართვა, აღარ შეგიძლიათ, რომ მხოლოდ თქვენს ზურგზე იყოს რაღაცა პასუხისმგებლობები. არ ვიცი, ახლა აქ ნახეთ, შეიძლება თქვათ მშობლების ოჯახის მდგომარეობაც იყოს და თქვათ და-ძმის რჩენაც უწევდეს, ხო? ყოველ შემთხვევაში აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი იღლება პასუხისმგებლობებით, იღლება თავისი მდგომარეობით, რომელთიც არის და რაღაცნაირად ასრულებთ აქ სიტუაციებს. აქ მთავრდება თითქოს ურთიერთობები, აქ მთავრდება მოდით ცუდად გამიგებთ, მაგრამ გამოყენების მდგომარეობა, ხო? აი რაღაცა შეგრძნება გაქვთ, რომ გამოყენებითი მდგომარეობა გაქვთ იმ მხრივ, რომ თქვენზე იმდენი პასუხისმგებლობა და თქვენ იმდენ რაღაცას აგვარებთ უკვე, რომ რესურსი უკვე ამოიწურა, ხო? ეს არ არის ფინანსური და მატერიალური რესურსზე რო საუბარი, აქ უკვე სულიერ რესურსზე არის ლაპარაკი. მაგრამ სამაგერად თქვენ ცხოვრებაში შემოდის ახალი ეტაპი. ნახეთ, აქ შეიძლება კარმული მდგომარეობის მომენტებიც იყო ოჯახური სიტუაციასთან მიმართებაში, თქვათ რაღაცა ოჯახიდან გამომდინარე კარმული მდგომარეობები, მაგრამ თქვენ ცხოვრებაში შემოდის გამარჯვება. ანუ თქვენ ასრულებთ იმ სიტუაციას, რომელიც არ გსიამოვნებთ, არ მოგწონთ, გაღიზიანებთ, ხო, რაღაცა, რომელიც გიჭირთ, თქვენ თავთან ბრძოლას რჩებით აქ როგორც ჩანს, გადიხართ სიტუაციებიდან. ნუ აქ აშკარად ესეთი მომენტი არის. ამ შემთხვევაში ცოტა ისე გამოვიდა, ნუ არ ვიცი, ალბათ შეიძლება ვიღაცისთვის ძალიანაც საჭირო არის ეს სიტუაციები, მაგრამ რაც შეეხება პენტაკლების დედოფალი, აქ პენტაკლების დედოფალი ცხოვრებაში შემოდის რაღაც ურთიერთობების გარკვევის პერიოდი. ოჯახთან, მშობლებთან, მეგობრებთან სამსახურში და ასე შემდეგ, ხო, აქ თქვენ თქვათ ასრულებთ სიტუაციებს, აქ იღებთ გადაწყვეტილებას რაღაცნაირად გაერიდოთ, დაამთავროთ, ხავისთანაც ცოტა ის თუ დაოჯახებული ადამიანები მიყურებთ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ შესაძლებელია, რომ ოჯახური მდგომარეობაც დაასრულოთ, ან გაშორდეთ მეუღლეს, რაღაც, იმიტომ რომ ვეღარ აუდიხართ ამ ყველაფერს, მაგრამ რაღაცა დასაწყის დასასრულიც აქვს და დასაწყისიც აქვს, ხო? მაგრამ ნახეთ, თქვენ ასრულებთ აი ამ თქვენ სიმძიმეებს და თქვენ ცხოვრებაში ახალი ეტაპი შემოდის, ახალი ეტაპი,
ახალი მდგომარეობა, შესაძლებელია ის მომენტიც იყოს, რომ აქ არ ვიცი რატომღაც ისე უცებ მოვიდა პენტაკლების დედოფალის ქვეშ ვინც აირჩიეთ, შეიძლება გაქვთ სურვილი, რომ სხვა ქვეყანაში გადახვიდეთ, ხო? აი ამაშიც ხელი გეწყობა თუ თქვენ თვლით, რომ რაღაცა უნდა ცვლილება გააკეთოთ. მაინდა-მაინც მარტო პირადზე არ არის, ხო, თქვათ, კარიერული კუთხითაც თუ თქვენ რაღაცა მდგომარეობა აღარ მოგწონდათ, შესაბამისად ასრულებთ ამ სიტუაციას, მაგრამ ნახეთ, დასრულება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ცხოვრებაში რაღაცა ცუდი ხდება. არა, პირიქით, თქვენ ცხოვრებაში შემოდის ახალი ეტაპები, გადიხართ აი ამ ყველაფერს, თითქოს თუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კარმული მდგომარეობების სიტუაციაც არის აქ რაღაც მომენტში და თუ გასავლელი მდგომარეობები გქონდათ, რაღაც კუდები დარჩენილი, რომელიც უნდა დაგეხურათ, აი ეს პერიოდი შემოდის, რომ აი ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში დაუსვათ წერტილი, საბოლოო ჯამში დაასრულოთ და თქვენ მიიღოთ გამარჯვება, წინსვლა და სტაბილურობა, ისეთი როგორიც თქვენთვის არის მისაღები და მნიშვნელოვანი. დაასრულოთ თქვენ საკუთარი თავის ჯიჯგუნა, ესე რა ვთქვათ, თქვენი ნერვიული სისტემის, რომ რაღაცას არ ცვლით, რაღაცას არ აკეთებთ სათანადოდ და მიიღებთ საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილებებს, როგორც ჩანს. მოკლედ ესეთი გამოვიდა პენტაკლების დედოფალიც, მოკლედ 4 დედოფალი, 4 ფიქია. რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? არც ისე ცუდი ვარიანტები არის ნამდვილად, ისთვის როგორ რეზონირდება ძალიან გამიხარდება თუ დამიწერთ, რამდენად სწორად ვხედავ და რამდენად გეხმარებათ თქვენ, ვთქვათ, აი ესე თუ ის გაშლები, რომელსაც ვაკეთებ, ამისთვის ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩებით. ასე რომ დროებით.